საერთაშორისო კინოფესტივალზე ირინე ჟორდანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჰაერი ლურჯია აბრეშუმია მსოფლიო პრემიერა შედგა. ფილმი ავტორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მოგვითხრობს ორი ადამიანის შინაგან მოგზაურობაზე, რომლებიც საკუთარ თავთან და გარემოსთან კავშირის ძიებაში არიან. ეს არის ამბავი წარმატებული ტელეწამყვანის შესახებ, რომელიც საკუთარ ყოველდღიურობაშია ჩაკარგული. მისი ცხოვრება კვლავაც იგივე რუტინით გაგრძელდებოდა, რომ არა ცნობა მისი ნათესავის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ. ეს ამბავი ცხოვრების გადააზრების და საბოლოო ჯამში მისი შინაგანი ტრანსფორმაციის ბიძგიც ხდება. პარალელურად კი ავტორი მეორე პერსონაჟსაც გვაცნობს, რომელიც ასევე მუდმივ ძიებაშია. ჰაერი ლურჯია აბრეშუმია ირინე ჟორდანიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი მარქსის ქუჩა 12 ყველას გვახსოვს, რომლის პრემიერა შედგა 2019 წელს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და ფილმი წარმოდგენილი იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს კანდიდატად. ასევე იყო არაერთი ფესტივალის მონაწილე. ზოგადად კი ავტორის ნამუშევრები გამოირჩევა განსაკუთრებული საავტორო ფორმით და ხედვით და რაც შეეხება თავად რეჟისორს, იგი სამოქალაქო პოზიციას მუდმივად მკაფიოდ აფიქსირებს და თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ქართველი კინემატოგრაფისა და კულტურის საპროტესტო მოძრაობას. როგორი იყო პრემიერა და როგორი იყო საერთაშორისო გამოხმაურება, ამას სტუმრებთან ერთად უკეთ გავარკვევთ. დღეს სტუდიაში შემოგვიერთდება ფილმის რეჟისორი ქალბატონი ირინე ჟორდანია, მობრძანდით და ასევე ფილმის პროდიუსერი ელენე მარკველაშვილი. ელენემ როგორც აღნიშნა ორი ფილმით დავდივარ რაკეტიკეთო და მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით და გვესტუმრეთ. გულით მინდა რომ ეს რაღაცა წარმატების ეს რაღაცა გზა მოგილოცოთ და ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა, როცა გავდივართ რაღაცა საზღვრებს გარეთ და მე მაინც დავიწყებდი ჩემს შეკითხვასაც და დიალოგს ირინასთან, იმიტომ რომ ის არის ამ ფილმის რეჟისორი და სულის ჩამდგმელი, რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესოა ზოგადად, როდესაც წვეთ სუფთახელოვანი ადამიანის კითხვა უნდა დაგისვათ, იმიტომ რომ როცა გადაწყვეტ რაღაცა ფილმის გადაღებას და მით უმეტეს როცა ეს ნამდვილად და რაღაცა ამბებზეა დაყრდნობით გადაღებული, ამ შემთხვევაში თქვენი ფიქრები, თქვენი მიზანი რა არის ხოლმე? რატო წყვეთ ამის გადაღებას, ამ კონკრეტული ამბის? დიდი მადლობა ინტერესისთვის. პირველ ნაწილს ვუპასუხებ ჯერ კითხვის. ეს კი კითხვაც კი არ იყოს, ფილმი არ არის ერთიად კინო, რაღაც ბევრი ადამიანის მიერ შექმნილი სახელოვნებო ნამუშევარია და აქედან გამომდინარე ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, მსახიობები, ოპერატორი, მხატვარი, კოსტიუმის მხატვარი, გრიმი, ხო, შემოქმედებითი ჯგუფი, პროდიუსერი, კომპოზიტორი, გრიმ, ისა მონტაჟი, მეშინი ახლა ვინმე არ გამომრჩეს, ყოველთვის ღელო და პროდიუსერიც, რა თქმა უნდა, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია. ეს რაღაც ჩვენი ყველასი საერთო ნამუშევარია, რადგანაც კინო არ არის ხელოვნება, რომელსაც ადამიანი მარტო აკეთებს, ეს რაც მინდოდა გვეთქვა. და მეორე ნაწილს ასე ვუპასუხებდი, რომ ხო, ფილმში რაღაც ძალიან ბევრი პირად გამოცდილებაზე დაყრდნობილი ამბებია, ასევე ბევრი დაკვირვება არის და ჩემი აზრით შეკითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები და თითქოს ჩემთვის მთავარი იყო იმ რაღაცა ველის დატოვება, რომელიც მაყურებელსა და ფილმს შორის არის რაღაც თავისუფალი ინტერპრეტაციისთვის, შეგრძნებისთვის, ფიქრისთვის, თუ კი ამას მივახციეთ, მაშინ კარგია. ახლა ხედავთ სწორედ ფოტოებს, რომელიც გადაღებულია ტალინის კინოფესტივალზე, რომლიდანაც სულ რამდენიმე დღეა, რაც დაბრუნდით, ხო? 2 დღის წინ ჩამოხვედით სულ და უკვე ვიცით, რომ ამ ფილმმა ძალიან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, რაღაც საერთაშორისო შეფასებებიც მივიღეთ. თადებით კონტექსტში აუცილებლად თინალაღიძეც უნდა ვახსენოთ და მოვიკითხოთ ჩვენი სტუდიიდან, ფილმში მთავარ როლს ასრულებს თინა და აი საინტერესო ხო როგორი იყო ეს პირველი გასვლა ფილმისთვის, ასე ვთქვათ, დაბადება ფართო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ჯერ თბილისში და საქართველოში არ უნახავთ ეს. დაიბადა საზღვარგარეთ.
აბა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რეჟისორისთვის, განსაკუთრებით როდესაც პირველ ფილმზე არის ლაპარაკი, ძალიან დიდ მღელვარებასთან არის დაკავშირებული და მე მგონი რაღაც უფრო ელენე უფრო უკეთი ლაპარაკებს ამ ნაწილზე. დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის, რომ ინტერესდებით მართლა ჩვენი საქმით, ჩვენი ფილმებით. მე ვიტყოდი უბრალოდ იმას, რომ ეს ფილმები, რომლებიც წელს ორი ფილმი წარვადგინა, თქვენს გადაცემაში ორი ფილმის პრემიერა აქვს ჩემს კომპანიას. ლურჯი მოცვი იყო ელენე მიქაბერიძის, რომელიც საქართველოში ვაჩვენეთ და ახლა უკვე ვაჩვენეთ და ირინეს ფილმი ჰაერი ლურჯი აბრეშუმი. ეს არის ფაქტიურად იმ ბოლო ფილმების ტალღა, რომლებიც დაფინანსებულია დამოუკიდებელი კინოცენტრის მიერ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ იმ წყვეტის შედეგებს, რომელიც წინ გველის კიდევ თუ რამხელა წყვეტა ელის ქართულ კინოს, ამიტომაც აი ამ პრემიერებს წლევანდელი ფილმების განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ მხრივ, იმიტომ რომ ეს არის ფილმები, რომლებიც გამოხატავს ნამდვილად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დოკუმენტური კინოს შემთხვევაში, ჩვენს ნამდვილ წუხილს იმ საკითხებს, რა ვიცი, იმ კითხვებს მართლა, რომლებიც დგას ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების და შემოქმედი ადამიანების წინაშე და ამიტომ ჩვენთვის ტალინში ეს პრემიერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ბევრად მეტი იყო, ვიდრე ეს მხოლოდ ფილმის პრემიერა. ჩვენ გავხსენით სექცია, რომელსაც ერქვა Georgian Spotlight და ეს სექცია სპეციალურად შეიქმნა წელს იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შორის დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტებისთვის ესეთი ღია მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ ფესტივალს. აი ადამიანი ახსენეთ თქვენ ძალიან რამოდენიმეჯერ თქვენს მონოლოგში და ძალიან საინტერესოა, როცა კითხვები გიჩნდება ზოგადად. რა იმის მიმართ არ აქვს მნიშვნელობა, ეს წიგნი იქნება, ფილმი იქნება, სპექტაკლი იქნება, ზოგადად. მაშინ ესე იგი ინტერესი მეტია, ხო, რაც უფრო მეტი კითხვა, მით უფრო დაინტერესება ამა თუ იმ სფეროზე. ამ შემთხვევაში წინა პლანზე, აი როცა ფესტივალზე მივდივარ დაუშვათ და მე მაქვს ჩემი პროდუქცია ფესტივალზე უნდა გავაშუქო, ხო? ამ წინა პლანზე რას ვაყენებ, რა სექცია ყურადღება ამ დროს, რა შეიძლება წინა პლანზე წამოიწიოს იქ ადამიანის ცხოვრება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც ბუნებრივს კი არა და ყოფით მხდის და ამაში მაცხოვრებს თუ აი ძირითადად რას აქცევთ ხოლმე თქვენ პროდიუსერები თუნდაც ყურადღებას რომ მე ამას გავიტან აქ და ამას ეს მნიშვნელობა რეჟისორები თუ ფიქრობენ წინასწარ თუ ფიქრობენ გათვლათ უკახებ თქვენ დებიუტი იყო რა თქმა უნდა მაგრამ მე ორივესთან მექნებოდა ეს შეკითხვა. იცით რა მე სიმართლე გითხრა არ მაქვს ესეთი გათვლები რაღაც ძალიან დიდი დაგროვების შედეგია ის რასაც მე აკეთებ, რასაც ბევრი ფიქრის და კინო მოგეხსენებათ რომ ძალიან ხანგრძლივი პროცესია და ძალიან ბევრი ფიქრი და ტკივილი და ასევე სიხარულიც უძღვის წინ. შემდგომ უკვე ეს პროდიუსერის ხელშია, უკვე როდესაც შენგან მიდის ნამუშევარი მაყურების თვალთახედვის არეალშია და პროდიუსერის ხელშია და მანამდეც ალბათ პროდიუსერებს ეჭვი არ მეფარება, რომ აქვთ რაღაც გარკვეული მომენტ, რაღაც რასაც ყურადღებას აქცევენ ხო ამის შესაძლებელი. ეს სიხარული, ტკივილი, ეს თანდობი პროცესი ხო ამ სამუშაო გარემოში, რაც არის ხოლმე ეს განცდები, ალბათ განსაკუთრებით რეჟისორისთვის უფრო მძაფრია. ამ ფილმზე ცოტა მეტი რო გითხრათ, აი უშუალოდ შინაარსობრივ მხარეს რო შევეხოთ, ჩვენც გავაცანით მოკლედ მაგალითად. თათ არ დავასპოილერებთ ახლა ჩვენ მაყურებელს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ზუსტი მოლოდინი რო გქონდეს ამ ფილმის მიმართ ამიტომაც საინტერესოა. იცით რა, რაღაც ჩადებული, რაღაც მეტი არის ალბათ ვიდრე ჩანს, თითქოს ეს უფრო მაყურებლის შესაძლებელია. ჩემთვის არის მართლა რაღაც ხილულ და უხილავ კავშირებზე, კავშირის არქონაზე, ან ამ კავშირის ძებნაზე, ადამიანის საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე, შეიძლება რაღაც გარკვეულ მომენტებში ამის აუცილებლობაზე, გარემოსთან მიმართებაზე, არ ვიცი, რაღაც ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდი. შემდეგ უკვე როდესაც ფილმი გამოდის, თითქოს აი როგორც უკვე გითხარით, რაღაც ინტერპრეტაციის საშუალებებს იძლევა და უკვე ალბათ მაყურებლის, კრიტიკოსების შესაძლებელია თუ რა იკითხება იმ ნამუშევრიდან, რომელსაც უკვე უყურებ. ხო, უკვე რა პროდუქციასაც ხედავთ, იმიტომ რომ ხანდახან რა ვიცი, მე მაგალითად კი, რა თქმა უნდა, საინტერესოა, როცა კრიტიკოსი გაფასებს და ის თავი პროფესიონალურად აფასებს ამ ყველაფერს და ზუსტად
ოღონდ ისეთი კრიტიკოსი კი არა, რომ მომეწონა და არ მომეწონა, არა, ძირფესვიანად როცა მაგებინებს, მაგრამ ჩემთვის მაინც რატომღაც მაინც ამ ყველაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს მაყურებელთან მინდა მივიტანო და მათ გავაკეთინო ჩემი გულის ტკივილი. ნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი უკვე მოუთმენლად ელოდებით თბილისის ფესტივალზე. ყოველთვის გაკიდია თითქოს ეს კითხვის ნიშანი, რამდენად შეიძლება ვიღაცის გულამდე მიხვიდე, საერთოდ რამდენად რაღაც გაშიშვლევასავით არის ეს ფილმის გადაღება, რაღაც ემოციური მხარი ჩვენება, რაღაც ყველანაირი შელამაზების გარეშე ძალიან გულწრფელია და ამიტომ ძალიან დიდი ეს ახლავს. როგორი იყოს გადაღებების პროცესი, ან სად იღებდით საინტერესო? როგორც ვიცი, ისტორია აქვს ძალიან ისეთი ხო საინტერესო, იმ სივრცე, სადაც მთავარი გმირი არის ხოლმე ძირითადად. კი, ჩემს სახლში ვიღებდი, ფილმის პირველი ნაწილი ჩემს სახლშია გადაღებული. შემდეგ მეორე ნაწილი იმ სახლშია გადაღებული, რომელშიც იმ მომენტში ვცხოვრობდი. ჩავთვალე, რომ ეს რაღაც კინემატოგრაფ მხატვართან ერთად სალომე სხირტლაძე იყო ჩვენი ფილმის მხატვარი და გიორგი შველიძესთან ერთად. ჩავთვალეთ, რომ ეს ძალიან საინტერესო სივრცე არის და გარდა იმისა, რომ თითქოს კინემატოგრაფიულად იყო საინტერესო სივრცე, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე თვითონ რაღაც ძალიან კარგად ვგრძნობდი იმ სივრცეს, სადაც ვარ, ზუსტად ვიცოდე დღის რომელ მონაკვეთში საიდან შემოდის მზის სხივი და კონკრეტულად ჩემში რა შეგრძნებებს იწვევს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მე თუ როგორ შეიძლება უკვე მხატვართან ერთად ოპერატორთან ერთად ამ სივრცის ტრანსფორმაცია. ჩვენ ახლა საუბრობთ აი იმ დაგროვილ ემოციებზე, რომლის გამოხატვის საშუალებაც ხელოვნებს აქვს თავიანთი საქმით, ხომ მსახიობებს სცენაზე, თავიანთი პლატფორმიდან რეჟისორებს. თუმცა ის მოვლენები, რაც მოყვა ამ ფესტივალზე ფილმის პრემიერას, საზოგადოება ამან განსაკუთრებით დააინტერესა, გულისხმობ თქვენს სიტყვით გამოსვლას, ხო, წარდგენას და ვიცით თქვენ როგორ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ ყოველთვის, რომ გარდა იმისა, რომ ხართ რეჟისორი, ხართ პირველ რიგში, ხო, მოქალაქე და ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ძალიან მძლავრობს ხოლმე და მადლობა პირველ რიგში თქვენ ამისთვის. ეს ექსპრომტად იყო, წინასწარ გქონდათ გააზრებული, რომ თქვა საზოგადოებისთვის მიგემართლათ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზეც გესაუბრათ. თუ იმ მომენტში დაიბადა. იცით რა, არა, რაღაც რომ უნდა გვეთქვა, ეს რა თქმა უნდა ვიცოდით, იმიტომ რომ ეს იყო პირველი გასვლა ჩვენი ამ მოვლენების შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც, იქაც, ყველგან და ერთი ადამიანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ხა წინასწარ ესე ზუსტად არ ვიცოდი თუ რისი საშუალება მექნებოდა, რადგანაც ეს ცოცხალი კავშირია, არ არის სატელევიზიო ჩანაწერი და რაღაცა ცოცხალ აუდიტორიასთან გიხდება ამის თქმა და ეს რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, იქ მივიღეთ და ის კი ნამდვილად ასეა, რომ ძალიან მინდოდა, რომ სწორედ ქართული სიტყვა ყოფილიყო გახლავანებული კი და და რა იყო ამ თავარი მესიჯი? ბეჭუ მაქვს ყველამ ნახა ალბათ ეს ვიდეო და ძალიან ემოციური იყო, თუმცა თავარი მესიჯი რა იყო თქვენგან ამ შემთხვევაში? ის რომ ჩვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანის ხმა მნიშვნელოვანია, ერთმანეთის თანადგომა და ასევე ერთობა და ერთობაში რაღაცნაირი გაფანტულს არ ვიტყოდი თავმოყრილი და მოუკიდებელი ხმები. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ხო, ელენესთან მაინც დავტვირთოთ კიდე კითხვები, რა თქმა უნდა. თქვენი მოლოდინი როგორი იყო ფილმთან დაკავშირებით და როდესაც თქვათ უკვე ტარსდექით უცხო მაყურებლის წინაშე როგორ გაამართლა, როგორ მიიღო ეს ყველაფერი მათ და დაინტერესება რა აღნიშნეთ კიდევაც რომ წამოვიდა და ალბათ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ და ფესტივალზე აღმოვაჩენთ ამ ფილმს და გვექნება ამის საშუალება, რომ კიდევ მე ბევრი ინფორმაცია გავცეთ მაყურებელს, აი თქვენი მოლოდინები ამ ფილმთან დაკავშირებით და რა იყო ისეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელობას სცემდა მას?
ძალიან ჯადოსნური მომენტია მართლა მომენტი, როდესაც ფილმი პირველად ხვდება მაყურებელს, ნამდვილ მაყურებელს, რომელსაც შენ არ არიან შენი ოჯახის წევრები, არ არიან შენი ფილმის ჯგუფის წევრები, მაგრამ აი რაღაცა ირინას ნათქვამს მინდა დაუმეტო ის, რომ საქართველოს მიმართ ზოგადად აი მართლა იმედის თვალით გვიყურებდნენ, აი რას აპირებთ, ესე გვეკითხებოდნენ ესე შეხვედრებს, აი ფილმის დასრულების შემდეგაც თქვენთან ვართ გულშემატკივრობთ. როგორც ქვეყანას ეს ერთი და მოლოდინი ქართული კინოს მიმართ ყოველთვის არის ამ ფესტივალს განსაკუთრებით აქვს ეს ხაზი, რომ ქვეყნებს, სადაც კინემატოგრაფისტები რაღაც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან, ამ ქვეყნებს მხარს უჭერენ და წელს ფესტივალის დირექტორის პირდაპირ ციტატა იყო, რომელიც წაუმძღვარა ჩვენს ჩვენებას წერილობით, რომ ეს არ არის მხოლოდ ბელორუსიისნაირი ქვეყნები, სადაც ღია დიქტატურა არის გამოცხადებული, არამედ საქართველოსნაირი ქვეყნები, სადაც კინემატოგრაფისტები ყოველდღიურად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლებისთვის, სადაც ჩვენ უნდა დავდგეთ და მხარე უნდა დაუჭიროთ აი ამ ქვეყნებს. ამიტომ ეს წამძღვარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოლოდინი ძალიან დიდი იყო და შეხვედრა იყო მართლა ჯადოსნური. პირველ რიგში რასაც ირინა ყვება ის, რომ ჩვენს ფილმში არის ველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მაყურებელს, რომ თვითონ საკუთარი ამბავი მოყვეს, თავის ფიქრებში წავიდეს, თავის მარტოობაზე, თავის ტრანსფორმაციაზე იფიქროს. ეს ველი და ის, რომ თანამონაწილე გახდა ჩვენი ფილმის მაყურებელი, ეს ნამდვილად საგრძნობი იყო, რა თქმა უნდა, ეს ფესტივალის შემდეგ საუბრებშიც და ჩვენი ფილმის შესახებ კიდევ ერთი კონკრეტული რაღაც არის, რაც მინდა უყვე მაყურებლისთვის, ვინც თბილისის კინოფესტივალზე მოვა ამ ფილმის სანახავად. ჩვენს ფილმში გამოყენებული არის ძალიან მრავალფეროვანი მედია და ამ თვალსაზრისით არის ძალიან თანამედროვე, ისევე როგორც ამბავი, რომელიც თანამედროვე დროში ადამიანის მარტოობაზე არის, ადამიანის საკუთარ თავში გამოკეტვაზე და ხანდახან როგორ შეიძლება ცხოვრებამ ჩვენ მიღმა ჩაიაროს აი ამ პრობლემაზე. ასევე ფილმში არის გამოყენებული უამრავი სხვადასხვა ძაფი მართლა, რომელიც არის დოკუმენტური ვიდეო მასალა ქალაქის, რომელიც ჩვენ თბილისის ერთგვარი არ ვიცი სამახსოვრო რაღაცა snapshots ვეძახით ინგლისურად ქართულად როგორ ვთქვა, მაგრამ აი ამ დროში ნაჩვენები თბილისი არის. ფილმში არის რობოტი, რომელიც შექმნილი არის მეორე მთავარი როლის შემსრულებლის მიერ ლადო ონიანის მიერ, რომელიც საუბრობს ადამიანთან და ეს ერთგვარ მეგობარს ქმნის მეორე პერსონაჟი თავისთვის და ეს ნამდვილი რობოტი არის და ლადო ნამდვილად ის დეველოპერია, ვინც ეს შექმნა. თინა ლაღიძე თანაავტორი არის, შეიძლება ითქვას, ქალის პერსონაჟის ხაზის, რადგანაც მისი ცხოვრების ნაწილიც არის ამ ფილმში. ვილიამ კენტრიჯის ინსტალაცია არის ამ ფილმში გამოყენებული და აი ამ მრავალფეროვანი მასალის გოგი ძოძოშვილის მუსიკა უცბად უნდა ითქვას. საოცარი რაღაცები ჩამოთვალე. ეს ფილმი გადაღებულია თავ რეჟისორის სახლში და რაღაც ძალიან სინამდვილის განცდა გამიშთა მე პირადად. როცა ნამდვილთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. ამ ყველაფრის სინთეზი არის ძალიან ძვირფასი ჩემთვის როგორც პროდიუსერისთვის და ჩემთვის მოლოდინი იყო ყველა საინტერესო იყო როგორ შეიკრებოდა ეს ყველა ელემენტი. ირინესთვისაც ყველაზე დიდი გამოწვევა ეს იყო და მე მგონი შევძელით ეს, იმიტომ რომ რა ვიცი მე ხო, აი როგორი იყო თქვენთვის ეს გამოწვევა, რომ მაინც საუბრობთ პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე, ხო, ჩვენ განსაკუთრებით გამოცდილებებზე ვისაუბრეთ, იმ წარმატებებზე, რაც ქონია ამ ფილმებს წლების განმავლობაში, თუმცა სხვაგანაც ხადია მაინც, ხო, ალბათ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი და ასე წარმატებით რომ იღებს თან სტარტს და თქვენთვის რა გამოწვევასთან ასოცირდებოდა ეს? ჩემთვისაც ყველაზე საინტერესო მომენტი ეს იყო, როგორც ელენემ თქვა, ამ რაღაც სხვადასხვა ნაწილებისგან როგორ შეიკრებოდა ეს იგივე დოკუმენტური მასალა, სხვადასხვა მასალა ერთ მხატვრულ ქსოვილში. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაც და ყველაზე საინტერესოც კეთების პროცესში ის სასურველი ატმოსფერო და ის სათქმელი, რომლისკენაც მივისწრაფოდით, როგორ შეიძლება და ამ სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობით შექმნილიყო და რა ვიცი, ბედნიერი ვიქნები თუ კი რაღაც გარკვეულ ინტონაციას მივაღწიეთ და თუ კი ხო, საინტერესო რო იქნება დარწმუნებული მე თქვენ არ მინახავს ფილმი, მაგრამ იმდენი რამე ჩამოთვალეთ, იმდენი ტექნიკური მხარე კი არა და ისეთი ამბები ერთმანეთში გადასული, თუნდაც თანამედროვე ტექნიკა, რობოტის თვალსაზრისით, თუნდაც არაჩვეულებრივი მუსიკა, ძოძოშვილის არაჩვეულებრივი მსახიობის შესრულება, აი ძალიან ბევრი კარგი სინთეზური ნაკრებია, რომელიც აბსოლუტურად კრავს ალბათ ამ ამბავს და მე ძალიან დიდი სხვა მხრივ ძალიან ესეთი არა ქვია მინიმალისტური, სხვა მხრივ გამომსახველობითი ხერხებით თუ გადაღების
ტექნიკით, ანუ მინიმალისტური ფორმები არის, ეს არ არის რაღაც დიდი ტექნიკური რესურსის გამოყენებით დღის განმავლობაში, ხო, დღის განმავლობაში უფრო კი არა, მთლიანად ბუნებრივ განათებაზე ვმუშაობდით, მხოლოდ ღამის ინტერიერში. ბუნებრივი განათება იყო, აქ არისო დღის კადრებში მხოლოდ ბუნებრივი განათებაა, საღამოს კადრებშიც ეს არ არის რაღაც ძალიან დიდი ტექნიკის გამოყენებით არ არის, უფრო რაღაც თითქოს მეტი სინამდვილეა, ასეთი რაღაცა შეგრძება რეალობასთან უფრო ახლოს ვიჭიდებთ, მაგრამ საინტერესოა სათაური საიდან წამოვიდა? სათაური წამოვიდა, ეს არის ტაეპი გალაქტიონის ლექსიდან, თქვენთვის ნაცნობი ეჭვი არ მეპარება. სცენარის საწყის ეტაპზე ცოტა სხვა პერსონაჟი იყო, ის ვიზეც თავიდან წერდით და გალაქტიონის პოეზიიდან უფრო მეტი იყო. შემდეგ ისე გამოვიდა, რომ სხვა პერსონაჟზე ვკონცენტრირდით და ესე გადაკეთდა, მაგრამ ეს სახელწოდება დარჩა, რადგანაც თავისთავად თავდაპირველადვე თითქოს განწყობით მომერიდება ახლა იმის თქმა, რომ ჩემ ფილმს უხდება, შევეცდებ, მაგრამ გამოხატავს ფილმის განწყობას და ხო. ჩვენ ვუსურვებთ ფილმს ძალიან დიდ წარმატებას. გეგმებიც მაინტერესებდა, რაღაცა რაბა გეგმებში, სამომავლო გეგმები რა გვაქვს, აი პროდიუსერების პირველ რიგში ეროვნული პრემიერა, ველოდებით ქართულ მაყურებელთან შეხვედრას, იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენს გუნდთან ერთად აღვნიშნოთ ეს შეხვედრა მაყურებელთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. შემდეგ, რა თქმა უნდა, განაგრძობს ფილმის საფესტივალო გზას და ნელ-ნელა შეგატყობინებთ ამ სიახლეებს. და სანამ აღვნიშნებთ, სანამ დავამსებთ, აი თქვენგანაც საინტერესოა, გარდა იმისა, რომ მასე აქტიურად ალბათ გაგრძელდება ფილმის მიმართულებით მუშაობა, კინოცენტრი ახსენა ელინებ და თითქოს ბოლო ფილმებიაო, რომელიც თავისუფალი სუნთქვით არის გაკეთებული და თქვენთვის როგორც რეჟისორისთვის ეს ალბათ რაღაცა ის ამომავლო პერსპექტივაში რომ უყურები რომ შეიძლება ვეღარ გააკეთო ასე ფილმი, ასეთი თავისუფლებით, ასეთი შინაგანი მოცემ განწყობებით, რომელიც რეალურად გაქვთ. ალბათ არ არის ხო აი მარტივი ამასთან დაკავშირებითაც რომ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ისედაც ძალიან რთულია ფილმის გადაღება, ისედაც ძალიან რთულია რაღაც საერთაშორისო პლატფორმებზე აღმოჩენა და როდესაც შენ ზურგს არ გიმაგრებს ის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია ეს გააკეთოს და ნამდვილად ასეა, რომ კინოში რაც დაშავდა, ამის შედეგებს ჩვენ ვიგრძნობთ 2 და 3 წლის შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის უკვე ინერციით წამოსული ფილმები და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვება მივულოცო კიდევ ერთ შესანიშნავ რეჟისორს და ადამიანს და შესანიშნავი ფილმის ავტორს ნუცა წექარიძეს, მისი ფილმი მცხუნვარემზე კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია და ესეც ის ბოლო ფილმებს შორის ფილმი არის და მენდომებოდა იმით დავასრულო, რომ თუ კი ამ პროცესს რამე სიკეთე შეიძლება მოყვეს, ეჭვი არ მეპარება, რომ ის კინემატოგრაფისტების ერთობა, რომელიც ამ დროის განმავლობაში შეიქმნა, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ და რაღაც გზებს ვიპოვით, თუ როგორ გადავიღოთ ფილმები და მგონია, რომ ეს ერთობა თუ კი ლაპარაკი არის ქართულ კინოზე, როგორც ასეთზე, თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. მეჩვენება, რომ რაღაცა აღარ იღებენ ფილმებს, რა ხდება ვერ გავიგე. ну, ცხადი ახლა სახეზე აგერ ხეთ ხარ და ფესტივალზე ჩამოყვედი და გადაიგეთ, მაგრამ რაც ეს ხშირი ეს რაღაცა ჩარქია იმ ბოიკოტთან, აი რომლის შესახებაც ელენეს უნდა დაემატებინა. მე მხოლოდ მადლობის თქმა მინდა და კომპანიისთვის რომელმაც მოგცა საშუალება რომ ჩვენ თავისუფლად წავსულიყავით ტალინში კოკა-კოლა დაგვიდგა ამ ჯერზე გვერდში და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები 450 ადამიანს თითქმის 2 წელი არაუღი არავითარი დაფინანსება, არა თუ კინოს წარმოებისთვის, არამედ ჩვენ აღარ გვაქვს რესურსი კინოს დისტრიბუციისთვის, კინოპროექტები აღარ ფინანსდება, უამრავი აქტივობა, რომელიც ქმნიდა კინოინდუსტრიას არის აბსოლუტურად გაჩერებული და ყველა ის კომპანია თუ კერძო პირი, რომელიც
ახერხებს, რომელიც რაღაცნაირად ბედავს, რომ გვერდში დაგვიდგეს ესეთ ადამიანებს, ვინც უარი ვთქვით სახელმწიფო რესურსზე, უგმეს მადლობა მათ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი გამოჩნდება ასეთი ეს ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირინე ჟორდანია, ელენე მარგველაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები და იმედია რომ ის ევროინტეგრაციის პროცესი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი დღეს ასე გულანთებული ბრძვის ყველა სფეროში რომ პრობლემას გააჩენს ამ პროცესის შეფერხება ამის დასტურია ესეც და იმედი გვაქვს რომ ბევრი ფილმი გვექნება ასეთი სინამდვილით გაჟღენთილი, როგორც არის დარწმუნებული ვარ ეს უკანასკნელი ნამუშევარი. დიდი მადლობა გისურვებთ ფილმს წარმატებებს.